მდინარე მტკვარზე 389 მეტრის სიგრძის ხიდის მშენებლობა და ქსანის სასხორის გზის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის მიხედვით მცხეთის შიდა და ქვემო ქართლის რეგიონის სატრანსპორტო კავშირი უნდა გაუმჯობესდეს, შემცირდეს მანძილი რეგიონებს შორის და განიტვირთოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. დღეს პროექტის დეტალებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო. რევაზ სოხაძე კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობის და რეაბილიტაციის 10-ზე მეტი პროექტი ერთდროულად ხორციელდება, რომელთა უმეტესობა 50-დან 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. სოფელ იგოეთში მიმდინარეობს 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა, ქარელის პირველი საჯარო სკოლისა და სოფელ აგარის 500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში კი სრული რეაბილიტაცია. შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს ასევე წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტები. ინფრასტრუქტურა ეწყობა ქალაქ კასპში, ქარელში, გორში და სოფლებში იგოეთსა და მრგვალ ჭალაში. ვიმყოფებოდით შიდა ქართლში, სადაც დავათვალიერეთ მიმდინარე პროექტები, სკოლების, ბაღების, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა გვაქვს გარკვეული პრობლემები რამოდენიმე ობიექტზე და მუნიციპალური განვითარების ფონდი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს ამ კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებით. ეხლა სადაც ვართ, ეს არის ვფიქრობ მართლაც ძალიან აქტუალური პროექტი, რომელსაც დღეს ჩვენ ვიწყებთ, რაც ამ პროექტის საშუალებით აშენდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის 400 მეტრიანი ხიდი. აღნიშნული პროექტის სიგრძე წარმოადგენს დაახლოებით 2,9 კილომეტრს, რომლის ფარგლებშიც აშენდება დაახლოებით 390 მეტრამდე სახიდი გადასასვლელი მტკვარზე. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის დაკავშირებადობის გაუმჯობესებისათვის. წლების განმავლობაში კასპის მუნიციპალიტეტში იყო გამოწვევები წყალთან მიმართებაში. ამ ეტაპზე 12 საათიანი წყალმომარაგება კასპის მუნიციპალიტეტს და მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება იმით, რომ კასპის მუნიციპალიტეტი უკვე წლის ბოლოს, წლის დასაწყისში ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით.